ურადღება გაზაფხული დადგა და ჩემპიონთა ლიგა მერვედ ფინალებით აღდგა. შუბლზე მკიდია. ბერნაბეუ მადრიდულ დერბის უმასპინძლებს, ნაცნობი გუნდები და ტაქტიკა. მოდი მარცხნივ აიღე და საჯარიმოში ჩადექი. საუკუნოვანი ბრძოლა და მარადიული კითხვა. ანჩელოტი სიმეონეს თუ სიმეონე ანჩელოტის. კარლო, როგორც ყოველთვის. კი, ბოლო წუთებზე. ორად გახლეჩილი მადრიდი და სამჯერ გაკერილი მილიტაო. ამჟამად პროფესიით არ მუშაობ, ისე ნახევარმცველი ვარ. იმედია კურტუა ჯანმრთელად იქნება. ვინიც ეკვლევს ბერნაბეუზე ფრანგულ განდაგანას? ანტუანი თუ კილიანი? ეხებს ვახურებ, ბერნაბეუზე ბოლოს 7 წლის წინ გავიტანე. მაშინ ვინისიუს ოქროს ბურთი არც კი ქონდა მოგებული. არც ახლა აქვს. ატლეტიკოსთვის სარვამარტო 1+2 აქცია მაქვს. ერთს თუ გაგვიტანენ, მეორს გავუტან. ბრძოლა, ჩხუბი, ჯახი, უხეშობა, გაწევ-გამოწევა, ანუ სიმეონე. ბიჭებო, თქვენ დრო გაიყვანეთ და მეოთხე ფინალში მე გაგიყვანთ. ვნახოთ, ვინ გაალღობს გაზაფხულის ყინულს და ვინ გაათხრებს მოყინულზე. მადრიდული დერბი იწყება. ამ ჩემს შუბს თუ არც იწყება. ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალებით გვიბრუნდება. 5 მარტს სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდული დერბი გველოდება. ნახოთ ვინ მოიგებს. მამაშვილი სიმეონეები განახლებული თუ მამაშვილი ანჩელოტები იგივე პროგრამით. მე როგორც რეალის ფანი ცოტა სკეპტიკურად უყურებდი ლიგის ახალ ფორმატს. თუმცა უნდა ვაღიარო. ლიგის ახალი ფორმატი სიახლეებით დახონძრული აღმოჩნდა. ჯერ სიტის ვეთამაშეთ პლეი-ოფში, ახლა ატლეტიკოს ვეთამაშებით მერვედფინალში და ამას ლიგის ძველ ფორმატში ჩვენ ვერ ვნახავდით. ამიტომ დიდი მადლობა უეფას, ჩეფერინს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა იმისთვის, რომ მე სიახლეები მიმეღო. დერბიმდე გუნდებმა ლა ლიგის მატჩები ჩაატარეს, რეალმა ბეტისთან წააგო, რაზეც კარლო ანჩელოტი თქვა, რომ იმედია ეს მარცხი გამოგვაფხიზლებსო. ატლეტიკომ კი ბილბაოს მოუგო და როდესაც სიმეონეს კითხეს რეალზე რას ფიქრობო, ჯერ გამარჯვებით გავიხარებთ, მაგაზე ხვალდამერეკეთ ჯერ უნდა გამოვიძინო. მოკლედ ლიგაზე ესეთი დერბი გვაქვს. ერთ გუნდს გამოფხიზლებობა და მეორეს გამოძინება. რა უნდა ვიცოდეთ გუნდებზე? რეალის და ატლეტიკოს ბოლო 3 ურთიერთდაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით, 1-1 მორჩა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რეალი თამაშის საშუალოდ 6-ჯერ ურტყამს კარში, ატლეტიკო კი 9-ჯერ ჯარიმდება. რეალი თამაშის საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, ატლეტიკო კი ერთხელ ხდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია კილიან მბაპეს 1 ნახევარზე მეტი კარში დარტყმა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალია, თან დერბია, თან სანტიაგო ბერნაბეუზეა თამაში და ვფიქრობ, რომ კილიან მბაპე, რომელიც რეალმა ესეთი თამაშებისთვისაც შეიძინა, მინიმუმ 2ჯერ მაინც დაარტყმს კარში. ჩემი პროგნოზია რეალის კუთხურების მეტი. რეალი ერთ-ერთი საუკეთესო ამ მაჩვენებლით ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ძალიან სწრაფი ფლანგის შემტევები ყავს. ფიქრობ, ატლეტიკოსთან მადრიდის რეალი მოსაგებად გამოვა, ბევრს შეუტევს და სწორედ მაგ ფლანგის შემტევების დამსახურებით ლოგიკურად მეტ კუთხურსაც მოიპოვებს.